სოხუმის თეატრიდან გაუჩინარებული მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს. მიშა ქვაჭრელიშვილის ცხედარი მარჯვენა საცხოვრებელ კორპუსში აღმოაჩინეს. ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. მსახიობი თეატრიდან 2 კვირისზე გაუჩინარდა. შემთხვევის ადგილიდან ლევან ჩხაიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ლევან, რა ვერსიებზე საუბრობენ მსახიობის ოჯახის წევრები? ჯერჯერობით მსახიობის ოჯახის წევრებთან ჩვენ არ ქონია გასაუბრების საშუალება. აქ შეკრებილები არიან მისი მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ უჭირთ მათ რაიმე ვერსიაზე საუბარი, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის ვერსია არის გამორიცხული. მათი თქმით, მიხეილ ქვაჭრელიშვილი იყო მორწმუნე ადამიანი და ის თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა. რაც შეეხება თავად გვამს სამართალდამცავების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარს არ აღენიშნება დაზიანებები და ცხედარი არ იყო გაძარცვული. ის გადასვენებული არის ამ წუთებში პროზექტურაში, სადაც მიმდინარეობს ექსპერტიზა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მასთან ხორციელდებოდა მუქარი ზარები, თუმცა თავად გარდაცვლილი ვერ უკავშირებდა ვერაფერს ამ ფაქტს და ის ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო თუ ვინ უნდა დამუქრებოდა და რა მოტივით. ამ წუთებში აქ არიან შეკრებილები მისი მეგობრები და ისინი აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია არა მარტო სოხუმის თეატრისთვის, არამედ ყველა მისი მეგობრისთვის. გამხდარიყო მიზეზი. ვერ გეტყვით. თუ რამეს დაადგენს, გამოძიება დაადგენს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტია, რომ ესეთი უბედურება მოხდა. წესიერი პატიოსანი ადამიანი, უკონფლიქტო რაც მთავარია. არ ქონია არავისთან არასოდეს კონფლიქტი, მაგი არ შედიოდა არავისთან კონფლიქტში. არასოდეს არ ქონია, ერიდებოდა ყოველთვის. და იყო ჩვენი მეგობარი. ძალიან ეკლესიური იყო. მეორეც შეიძლება ადამიანი თავი მოკდეს, რომელიც მეორე საღამოს პატიჟებს ხალხს პრემიერაზე. გამორიცხული. ეჭვებას არ გაჭრობდა და უცხინარი კაცი იყო და რა ვიცი, რა ვთქვა ეს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მომპარავმა ერთი ცოდვა ჩაიდინა და დამბრალებელმა 1000 არა. ჩვენ აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვინც ახლობლები ვიყავით მისი თეატრის ეძებს მიზეს. რატომ მოხდა, სად გაქრა, ვიშველეთ, გვაპოვნიეთ. ფაქტთან დაკავშირებით აღზრულია სისხლის სამართლის საქმე. დღეს ადგილზე მარჯანიშვილის 16 ნომერში, სადაც იპოვეს მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი, იმყოფებოდნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე თბილისის პროკურატურის გამომძიებლები. ამ წუთისთვის ცხედარი არის გადასვენებული თბილისის პროზექტურაში და მას უტარდება ექსპერტიზა. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა გარდაცვლილი ძალადობით მოკლული.